ბოლო ეს თემა ჩვენთვის არ არის ახალი თემა. ჩვენი საკრებულოს წარმომადგენლები ტატა ხვედელიანი, გიორგი შარაშიძე, სალომე კობალაძე ამ თემის ირგვლივ ძალიან დიდი ხანია მუშაობენ, თვეები ამ საკითხის ირგვლივ მუშაობენ და ცდილობდნენ აეწყოთ კომუნიკაცია ადგილობრივებსა, მოსახლეობასა და ქალაქის მუნიციპალიტეტს შორის. ამ ადამიანებს თქვენი სიტყვა ეს ადამიანები აქ ეს გუშინ არ წამოჭრა ეს პრობლემა ეს კონფლიქტი დიდი ხანია არსებობს. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ქალაქის მერიას გამგეობას რეალურად არ უმუშავია მათთან. რეალურად მათთან არ ქონიათ მოლაპარაკებები, იმიტომ რომ ჩვენი ძველი გამოცდილებიდან ესეთი ამბები ამ ქალაქში არ არის, ახლა ეს არ არის პირველი მაგალითი, ხო? ბევრჯერ ყოფილა და კიდევ ბევრჯერ იქნება. ფორმა, რომელიც გუშინ გამოიყენა ქალაქის მერიამ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ხა, თქმა უნდა, პოლიციური ძალები მერიას არ ექვემდებარება, მაგრამ მერიის მოთხოვნის გარეშე და მერიის ჩართულობის გარეშე და უშუალოდ მერიის ჩართულობის გარეშე, როგორც წესი, ასეთი გადაწყვეტილებები, რომ გამოიყენონ პოლიციური ძალები, არ მიიღება. ჩვენ არც სასამართლოს გადაწყვეტილება გვაქვს ამასთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში არ გამოუქვეყნებიათ. შესაბამისად, არც რაღაცა გამოძიება, არც საქმე აღძრულა, არაფერი არ გაკეთებულა, უბრალოდ უხეშად შეუვარდნენ და გამოყარეს, რაც იყო წინა ხელისუფლების ხელწერა. ესე აკეთებდა სააკაშვილი, ასე ყრიდა დევნილებს ის სხვადასხვა შენობებიდან და ესე ავტობუსებით მერე მიეკერებოდნენ და ხან რაღაცა იქით ასახლებდნენ და ხან გამოუყრიდნენ მთელ ქონებას, დაუყრიდნენ ზეზე ქუჩაში და მე აიბარგე ხა შენი და სადაც გინდა იქ წადი. ეხლა ჩვენ ნახეთ ესეთი თქვათ იგივე გვინახავს ხო როგორ უყრიდნენ წინა ხელისუფლების დროს ტანსაცმლებს, ავეჯს როგორ ყრიდნენ, თაბუკაშვილის ქუჩა გვინახავს, დევნილების გამოსახელებები გვინახავს, ბათუმში როგორ მესხეთიდან როგორ ძალით გამოყარეს, როგორ გაასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ ფორმას აქვს მნიშვნელობა. სამართლებრივი ფორმა რას საფუძველზე იყო პოლიცია მოსული? რამე განჩინების საფუძველზე ვინმე ანახა საზოგადოებას ეს განჩინება? ან ეს ფორმები დაცი ცინიკური ცემა ტყეპა, ბავშვების თვალწინ მშობლების შეურაცხყოფის მიყენება, წყლის გადაკეტვა და ამ სიცხეში ადამიანების ასეთ პირობებში და ეს არის ჩვეულებრივი სიველური არის. ჩვეულებრივი სიველური და მართლა სადაც ადამიანების სიცოცხლე საფრთხე ემუქრებოდა და პოზიტიური უფლება ქონდა კანონის გამოყენების, მაგალითად ვაგზალზე პოზიტიური უფლება არის ეს და არის ხო ნეგატიური უფლებები შეეძლო ამის გამოყენება, სადაც რეალურად ადამიანები დაიღუპა. თან მე დღის განმავლობაში სხვადასხვა პროპაგანდა ვრცელდებოდა. ჯერ იმიტომ მიიყვანეს პოლიცია, რომ რაღაც მეოთხე კატეგორიის დაზიანება ქონდა აღნიშნულ შენობას და მათ უსაფრთხოებას პოლიციური ძალებით იცავდნენ, მე შეცვალეს და გადავიდნენ ამ ადამიანების შეურაცხყოფაზე, თითქოს ეხა ეს ხალხი იქიდან პაკისტანიდან იყოს ჩამოსული და არაბეთიდან იყოს ჩამოსული. განსახლების მეთოდებთან დაკავშირებით კრიტიკას რაც შეეხება, თქვენ თვითონ ახსენეთ, ხო, 2 დღის წინ დატრიალდა, რამდენიმე დღის წინ დატრიალდა ტრაგედია სადგურის მოედანზე, სადაც სწორედ ავარიული შენობის სახურავი ჩამოინგრა და დაიღუპა 2 ადამიანი. რამდენიმე დღის განმავლობაში ისმოდა თბილისის მერიის მისამართით ლანძღვა და გინება, კრიტიკა მწვავე სწორედ იმის გამო, რატომ არ ასე ვთქვათ გამოიყვანეს იმ კორპუსიდან მობინადრეები იძულების წესით. აი ახლა უკვე იძულების წესით მოხდა მობინადრეების გამოყვანა შენობიდან, რომელსაც მეოთხე კატეგორია აქვს მინიჭებული და ისევ კრიტიკაა მერიის მისამართით, რატომ გამოყარეს ეს ხალხი იძულებით. აი ჭრელო პეპელას პოზიციაში ყოფნას ხომ მე ვფიქრობ არ არის ნახე რაზე ჩამოყალიბდა საბოლოო ჯამში სახელმწიფო არგუმენტი. რომ ამ ადამიანებს სხვადასხვა ქონება გააჩნიათ, ეს ხალხი არიან რაღაც შეჭრილები და ამის გამო ჩვენ გამოვიყენეთ პოლიციური ძალები. არ უთქვამთ მათ, ანუ საბოლოო ჯამში ამაზე დადგა პროპაგანდა და ეხა Facebook-ზე რო შეხვიდე, ქართული ოცნების ჭყალებში დაქირავებული ადამიანები ამ ხრივ აკეთებენ და გუშინ პროპაგანდისტული არხები იმედი და რუსთავი 2-ის და ეს მართლა ეს კანალიზაციები, ტელეკანალიზაციები ამით იყვნენ დაკავებული, რომ ეს ხალხი რაღაცა ხარბები არიან, ყველაფერი აქვს
მაგრამ კიდე უნდათ რაღაცა ძალადობრივად სხვისი მიითვისონ. ამაზე ჩამოყალიბდა გუშინ. და ამის გამო ყავდათ ავტობუსები მისული, ამის გამო აყენებდნენ შეურაცხყოფებს, ამის გამო დააკავეს ადამიანები, ამის გამო იყო. და რაც შეეხება ვაგზლის საკითხს, დამდგარი ფაქტი არსებობს. ტრაგედია მოხდა. იქ კამათი სხვაგვარადაც შეიძლება. იქ შეიძლება რომ მერიას კონდეს არგუმენტი, გავიგე რომ არ გამოდიან, მაგრამ ტროტუარი რო გადაკეტო და ადამიანებს რო არ მიცე ვაჭრობის საშუალება, ამას ხო არ ჭირდება ამხანაგობის და ყველას 100% ადამიანების თანხმობა. ის რომ ბანერი ჩამოკიდო ავარიულ შენობაზე და გამვლელი გააფრთხილო, თქვენ გაგაფრთხილოთ, თქვენ ხო არ იცით ეხლა ჩვენ ხო არ ვიცით თუ არ ახარ უშუალოდ ჩართული ქალაქის პრობლემებში და რაღაცა პასუხისგებლობა არ აქვს ეს. ეხლა რა იცი ხო რომელი კორპუსი ეხლა თუ არ ჩანს და რაღაც ისინი არ დგას, მიყუდებული არ არის და გამაგრებები არ არის თვალში შესამჩნევი, შენ ვერ გაიგებ ეხლა როგორც აქ არის იოსებიძის ქუჩაზე, ხო მაგალითად ბოლოს. ბანერი ჩამოკიდე შეკაი ადამიანო და შენი ოჯახის წევრი, შენი ნათესავი, ხა ისეთი აქტიური ქუჩაა, ხო და ადამიანები ვაჭრობენ, დღეში არ ვიცი ალბათ. ყველაზე მეტი ადამიანი მან მოძრაობს ქალაქში, თუ სანამ მოძრაობს. ჩამოკიდე ბანერი ამ შენობაზე და ტროტუარზე გამვლელი ადამიანი გააფრთხილე, რომ მოქალაქე, აქ გავლა არის რისკის შემცვლელი, იმიტომ რომ ეს შენობა არის ავარიული. და თუნდაც დაწერე ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვინდა აქ ხალხს ვაფრთხილებთ, ესენი არ გვეთანხმებიან, მაგრამ შენ იყავი ფრთხილად. და ქვემოთ რო ქალბატონები ვაჭრობენ, მართლა რაღაცა ფული, რაღაცა შემოსავალი გამოიმუშაო. გენერალურმა ინსპექციამ ხო შეიძლება მინიმუმ უთხრას, რომ ქალბატონო, აქ არ შეიძლება ვაჭრობა. გთხოვთ, გადაბრძანდეთ სხვა ადგილას, იმიტომ რომ შენობა არის ავარიული და წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ ვართ თქვენს იმაზე პასუხისგებელი. აი ეს პროცედურები ხო უნდა გააკეთოს, მაგრამ არც ალია კალაძე, ეს კალაძე ფიქრობს ეხა აი რაღაცა ამ ქართული ოცნების ბოლო ჟამს კიდე როგორ მეტად იმას ქნას, უფრო მეტი ფული იშოოს და კიდე უფრო მეტად როგორ გამდიდრდნენ და ბოლოს ადგდნენ და გაიქცნენ. ამაზე ფიქრობენ, თორე მე ვიცი როგორ მუშაობენ ისინი, ვიცი. დარწმუნებული ვარ, აი რა იქიდან მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი გუნდის წევრები ამ საკითხთან დაკავშირებით თვეებია, მათთან კომუნიკაციაში არიან ადგილობრივ მოსახლეობასთან. არ შემდგარა არანაირი მოლაპარაკება. როგორ მიდიან, იცით, აი ეხლა არის კედმაღლურად მიდიან, ეხლა რაღაცა ესეთ სპორტირებული ყოფილი ნაცები, დღეს ქართული ოცნების ეგიდით რო არიან გამგეობებში წარმოდგენილები და იცით რა არის, აი ეხლა ხვალ თქვენ გახვალთ, ხვალ დაცალეთ. აი ეს თითქოს ისინი იყვნენ რა რაღაც ბრძანებლები და ფეოდალები. მადლობა თქვენი პოზიციის გაზიარებისთვის, ბატონო. ეს კომუნიკაცია. ისე როგორც ქართული საქართველოს როგორც მერია ამბობს და გამგეობა ამბობს, არის სრულიად არ შეესაბამება ინფორმაციას. ფაქტობრივად მათთან კომუნიკაცია არ ყოფილა, მიიყვანეს პოლიციალა და გამოყენეს. კახა კალაძეზე ჩვენ ისე ვისაუბრეთ სხვა თემის კონტექსტში, ადგილობრივი არჩევნები მაქვს ხედულობაში, მით უფრო როგორც ამბობენ ქართული ოცნების მერობის კანდიდატი თბილისში სწორედ ის იქნება, თუმცა იქამდე სხვა პოლიტიკური თემა და პირველ რიგში სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ჩქარობს და დროს არ კარგავს. შეიძლება ითქვას საგამოძიებო უწყება ფაქტობრივად ყოველ დღე აგროვებენ ჩვენებას გიორგი გახარიას წინააღმდეგ. იცით თქვენ რომ ამ კვირაში ვლადიმერ ჩაჩიბაია, ლევან იზორია და დავით სუჯაშვილი დაიკითხნენ, რომლებიც სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მსგავსად თუ არ ჩავთვლით მაია ცქიტიშვილს, ამბობენ რომ არ იცოდნენ გიორგი გახარიას მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გაწყვეტილების შესახებ. ახლა თქვენს პარტიაში სიცრუეს უწოდებთ ამ ადამიანების განცხადებას, მაგრამ იქნება აგვიხსნათ მაშინ რა მიზეზი უნდა ქონდეს იმას, რომ აი ყველა ყოფილი თანამდებობის პირი ყველა ყოფილი მაღალჩინოსანი, ასე ვთქვათ, ერთ ხმაში ლაპარაკობს. აი რატომ ვერ ამბობენ თქვენი აზრით თანამდებობის პირები სიმართლეს, თუ კი ასეთი სიმართლე არსებობს. თუ კი გამბედაობა იყო მაია ცქიტიშვილს და თქვა, რომ იცოდა გიორგი გახარიას გაწყვეტილების შესახებ და სხვანაირად შეუძლებელი იყო, რომ ყოფილიყო, რატომ არ აღმოაჩნდათ იგივე გამბედაობა სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, მით უმეტეს მამაკაცებს. რამდენიმე ვარსკვლავიან გენერლებს. რამდენიმე ვარსკვლავია ჩაჩიბაიას. წარმოგიდგენიათ, ჩაჩიბაიას იმედზე უნდა ყოფილიყო, ასეთი სუსტი ადამიანის იმედზე უნდა ყოფილიყო. ეხლა წარმოგიდგენიათ იმას, რომ აქ ოხანაშვილის უწყებას, ოხანაშვილს რო აქ ადამიანზე გავლენა, იმიტომ რომ ეხლა როგორც წესი, თუ არა აქვთ მოსვლილი ერთი ადგილი, ესე ადამიანზე კონკრეტულად ასე წაიყვანო საკუთარ სინდისთან
კომპრომისი ძალიან რთულია. ეხლა ამ ვაჟბატონების მიმართ ყოველთვის არსებობდა ეჭვები. მე ვსაუბრობ ეჭვები. ეს მას შემდეგ რა ეჭვები, რა ტიპის ეჭვებზე საუბრობ? კორუფციასთან დაკავშირებით. ჩვენც როცა ვიყავით უმრავლესობაში, ბევრი საუბრობდა მაგალითად, რომ ბატონი ზორია სავარაუდოდ იყო კორუფციაში ჩართული და მისი მოადგილეები, მასთან მიახლოებული ეს გენშტაბის წარმომადგენლები და ფაქტობრივად ვიზეც თქვათ ამ მისი ესეთი ძალაუფლება თუ იმ მომენტში ის გავლენა ვრცელდებოდა. ეს იყო ერთ-ერთი ქართული ოცნებაში ჭორი, ვარაუდი და ბევრი ადამიანი ამაზე საუბრობდა, ამას რა თქმა უნდა მტკიცებულებები ჭირდება, იმიტომ საუბრობ მე ვარაუდის დონეზე, ხა მე პირდაპირ ასე რა თქმა უნდა ხელს ვერ დავადებ, მაგრამ ვარაუდის დონეზე, ჩემი რწმენითაც ვარაუდის დონეზე ამ ადამიანების მიმართ არსებობს ისეთი იმგვარი კომპრომატები, რომელიც აძლევს ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებას და მაგალითად ოხანაშვილის უწყებას გავლენა მოახდინოს მათ გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ერთი სახელი და გვარი დაასახელეთ ლევანი ზორია კორუფციის კონტექსტში იქ ჩვენება გახარიას წინააღმდეგ სხვა მაღალმა თანამდებობის პირებმა მისცეს ყოფილ ვახტანგ გომელაური მაგალითად კახაკახიშვილი ალეკო ტაბატაძე გიორგი ხოჯევანიშვილი ყველას თქვენი ეჭვებით არა ყველა რა თქმა უნდა სხვადასხვა ფორმით რა თქმა უნდა ყველა სხვადასხვა ფორმით იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის სისტემას ბიძინა ივანიშვილის სხვანაირად არ უჭირავს სისტემა აძლევს ის საშუალებას ადამიანებს სავარაუდოდ მოიპარონ ფული და მე ამ კომპრომატებით ეს ხალხი მართოს ეს არის მისი სტილი ამიტომ იყო ბიძინა ივანიშვილის სისტემა ამიტომ არის კორუმპირებული რომ ეს მას ჭირდება კორუფცია რომ ადამიანები არა მარტო მინისტრები კაცო მერები სხვადასხვა დეპუტატები, სახელმწიფო უწყებების სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ეს მთლიანი სისტემა არის კორუმპირებული. აქ მარტო ერთი ადამიანი კი არა, გომელაური კი არ არის მარტო კორუმპირებული. ვახტანგ გომელაურის ქონება იყო ვარკეთილში ერთი 60-ოთახიანი ბინა ქონდა და ეხა რომ შემოწმდება მისი ქონება, ნუ წარმოუდგენელია თუნდაც 10 წლის განმავლობაში სურო კრედიტები გამოეტანა იმ ხელფასით, რასაც ის სამსახურეობრივ სარგოს იღებდა, წარმოუდგენელია ის ქონება დააგროვოს ადამიანმა, რაც მან დააგროვა. და რასაც ეხაც თხოვენ სხვათა შორის, გომელაურის ერთ-ერთი არის ჩემი ინფორმაციით, რომელსაც მოპარული ფულის უკან დაბრუნებას თხოვს ბიძინა ივანიშვილი. და აგერ რაჟდენ კუპრაშვილი, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელია, ამბობს, რომ შემოწმდა ყოფილი თანამდებობის პირების, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის, ვახტანგ გომელაურის და გრიგოლ ლელუაშვილის ქონებრივი დეკლარაცია და არანაირი დარღვევა არ არის გამოვლენილი ანტიკორუფციული ბიუროს სამსახურის ინფორმაციით. ეს განცხადება რას უნდა ნიშნავს? არაფერს არ ნიშნავს, აი ჩვეულებრივად სისტემის ნაწილი არის სამწუხაროდ ეს დაწესებულებას და სათანადოდ არ იკვლევს ადამიანის კორუფციას. და ამას ჩვენ ყველანი მომავალში ვნახავთ ქვეყანაში ბევრი მაგრამ გარდა იმისა რომ ეს ადამიანიც სრულმოწმეები არიან ჩემი აზრით გაცილებით მძიმე არის რომ ეს ადამიანები არ იყვნენ არაფერზე ინფორმირებულები. ბატონ ლევან, აი ზუსტად ამ კონტექსტში მინდა ეხა რომ ჩაგეკითხოთ. აი დავუშვათ სიმართლეა რასაც ამბობენ ყოფილი მაღალჩინოსნები და აი დავიჯერეთ რომ არც ერთი შესაბამისი უწყება, არც ერთი შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი არ იყო ინფორმირებული გახარიას გეგმების შესახებ და არავინ არაფერი იცოდა, ვერავინ ვერაფერი გაიგო. აი ეს თავის მხრივ რა პრობლემებს აჩვენებს? ანუ სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო სტრუქტურების რა მდგომარეობაზე მიანიშნებს? აქ არის ორი მოცემულობა არის. პირველი რომ სრულმოწმეება და აქცია ეს ძალიან მაღალი თანამდებობები გენერალურ შტაბის ხელმძღვანელი იყო ჩაჩიბაი ხა. ავიცი ხა ამაზე დიდი და საპატიო ამ საქართველოს გენშტაბის უფროსი რო ხარ ეს არის ძალიან დიდი პატივი ჩემი აზრით პირადად ჩემი პერსონალური აზრი არის მაგრამ შენ როდესაც ასე დაჩაჩანაკდები მე ვფიქრობ რომ ეს გენერლის და ოფიცრის ღირსების პროპორციული არ არის ეს აქციები. ეპიდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ თუ კიდე ამას ემატება, რომ შენ საერთოდ წარმოდგენა არ ქონდა კონფლიქტის ზონაში,
რას აკეთებდნენ შენი პარტნიორი და შენ ის უწყებები, რომლის თავრობის და რომლის, რაღაც ნაწილი ხარ ამ სისტემის, მაშინ ხარ იდიოტი, ბოდიში ამ სიტყვისთვის, ბრიყვი, ან საშინელი არაპროფესიონალი. საშინელი არაპროფესიონალი და უპასუხისმგებლო. ესე იგი, შენ ვიკავებდი ადგილს, სადაც შენი ადგილი არ იყო, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ადგილი ალბათ დაიმსახურე იმისთვის, რომ მაგალითად ემლიქვნელებოდი პირობითად ვამბობ იზორიას. ემლიქვნელებოდი რა, იმიტომ რომ ეს სისტემა თავიდან ბოლომდე ემლიქვნელობაზე იყო აწყობილი. ანუ და შენ, როდესაც ხარ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი და უნდა იცოდე სხვადასხვა პოლიტიკურ ცენტრებში რა ხდება, რა განწყობებია იმ ქვეყნებში, სადაც შენი მტრები არიან და შენ ცხვირწინ რა ხდება, ეს ინფორმაცია არ აგაქვს, ხარ იდიოტი. და იდიოტის სახელით იცხოვრებ მთელი ცხოვრება და სადაც შეგხვდებით, უნდა დაგიძახოთ ყველამ, რომ შენ ყოფილხარ იდიოტი. არა, არ არის ეს შეიძლება, კი ბატონო, შეიძლება, მაშინ ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ მათ ყავდათ დაზვერვის უფროსი, რომლის იმედი ჰქონდათ, რომ საქართველოს წინააღმდეგ თუ რამე სადმე იგეგმება, ისეთ გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებში, მას უნდა ქონოდა ინფორმაცია და აგერ თბილისის ზღვაზე არის, მათი იყო ყოველ შემთხვევაში მათი შტაბ-ბინა, ხო? ახლა ყველა მიცის ეს არ არის საიდუმლო ინფორმაცია. და შენ წარმოდგენა რა გაქვს, რა ხდება 80 კილომეტრში შენი ოფისიდან. ვინ ხარ შენ? ვინ ხარ შენ მაშინ ამიხსენი? მაშინ კი ბატონო, ვიღებ ამ შენიშვნას, მაშინ აი მოქალაქემ ვინც ეხა თავის როგორც ხედხარ, თქვენ თვითონ დაარქვით ამ ადამიანს ის სახელი, რაც გინდათ რომ დაუძახოთ. აი ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საკითხი რომ ამოვწუროთ და მე თვითმმართველობის არჩევნებსაც მინდა დავუთოთ რამდენიმე წუთი პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია 4 აგვისტოს ასრულებს მუშაობას, ეს კი ნიშნავს ხო 5 აგვისტოს კი ბატონო, აგვისტოს დასაწყისში, აგვისტოს პირველი კვირის განმავლობაში ყოველ შემთხვევაში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დასკვნა, რომელსაც ლუკიანის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისია მათ შორის ამ საკითხზე დადებს, უკვე ასე ვთქვათ მომზადების პროცესში უნდა იყოს. აი საბოლოო ჯამში რა მოლოდინი გაქვთ? აი თქვენი აზრით რას ჩაწერენ დასკვნაში, როგორც უშუალოდ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის საკითხზე ისე გახარიას წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ განვარტოთ, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, პატივისცემით ვამბობ, რა თქმა უნდა, ვინც ქართულ ოცნებას დღემდე ხარს უჭერს რაღაცა მიზეზების გამო, რომ თითქოს ის ნაციონალურ მოძრაობას ებრძვის და თითქოს მას უნდა სამართლიანობის აღდგენა. და აი მაგალითად მე მინდა მივმართო იმ ხალხს, ვინც სამართლიანად იყვნენ დაზარალებულები, იყვნენ არაადამიანური მოპყრობის ქვეშ, სააკაშვილის რეჟიმის არაადამიანური მოპყრობის ქვეშ, ნაციონალურ მოძრაობის, რომლებმაც იტანჯეს, რომლებმაც ქონება დაკარგეს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს, საშინელი დრო გაიარეს და მტერს არ უსურვებ, ისეთი ცხოვრება ჰქონდათ მათ ამ პერიოდში, აი ამ ადამიანების უფლებების აღდგენისთვის შეიქმნა ეს კომისია. ქალბატონი ანა რატიანის ოჯახის უფლებების აღდგენისთვის შეიქმნა ეს კომისია. იმ ხალხის უფლებების აღდგენისთვის შეიქმნა კომისია, ვისაც ქონება წაართვეს, მშობლები დაუჭირეს, ნარკოტიკები ჩაუდეს, გდანის ციხეში სასაკლაოზე გამოკეტეს, აი პირდაპირ სასაკლაოზე გამოკეტეს. აი ამ ხალხისთვის, ამ ხალხის უფლებების აღდგენისთვის შეიქმნა ეს კომისია და ნაციონალურ მოძრაობის გასამართლების უფლებისთვის შეიქმნა ეს კომისია. და ამ კომისიის დასკვნა არის ის, რომ გახარია უნდა დევნონ. აი წარმოგიდგენიათ ამ ხელა ცინიზმი არის? ანა რატიანის უფლებების ასაღდგენად და მისი ოჯახის უფლებების აღსადგენად შეიქმნა კომისია და გახარიას დაკავება უნდა. აი ეს არის ამ კომისიის ორმაგი სტანდარტი. ამ კომისიას არ გამოუკითხავს სააკაშვილი, ამ კომისიას არ გამოუკითხავს ადეიშვილი, ამ კომისიას არ გამოუკითხავს ახალაიები, მერაბიშვილი, სადისტები, რომლებიც დღეს აი იმ 8 პარტიაში არიან გადანაწილებული, არ გამოკითხეს გაიბარეს გახარია და დაიჭირეს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიც. აი ეს იყო ამის შედეგი. და იქაც ვინც მათ წარმოდგენაში დააკავეთ, ისინი იყვნენ მესამე თუ მე კიდე რაღაცა საერთოდ ეს ხონდა. აი ეს არის ამათი სიმართლე. აი ამათი სიმართლე, ეს არის ქართული ოცნების ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისთვის ყალბი.
და წარმოიდგინეთ რა ქვია იმას იმ კაცს ის ახლა ყველაზე მეტად რო აქტიურობს სააკაშვილის ელჩი რო იყო ერთ-ერთი კომისიის წევრი რო არის ეროვნული პუჩისტი ამავიწყდა ხო აი ამ ადამიანმა უნდა გაასამართლოს გახარია რომელიც იყო სააკაშვილის სისტემის ნაწილი გირგულიანზეც სტაჟი უკრავდა რობაქიძის მკვლელობაზეც სტაჟი უკრავდა 7 ნოემბრის დარბევებზე სტაჟი უკრავდა ციხეებში მასობრივ წამებაზე სტაჟი უკრავდა გივი მიქანაძე რომელმაც 2006 წელს სისხლში ჩაახშო ციხის ჭალებში ხელისუფლების მხრიდან პროვოცირებული ბუნტი ჭალებში ვამბობ ეს არის დღეს განათლების მინისტრი და ამ ხალხმა უნდა გაასამართლოს ადამიანი რომელმაც საქართველოს თენგიზ შარმანაშვილი სომხეთში საქართველოს ყოფილი კი და სააკაშვილის ტაშის მკვრელი ყველაფერზე აი რა სისხლს რო ღვრი და სააკაშვილი ეს კაცი იდგა და ტაშს უკრავდა ბედნიერი იყო ამაზე დღეს არის პორტირებული მხოლოდ იმის გამო რომ კობახიძის მამის მეგობარი არის იმიტომ მოხდა და ეს არის ნაცების როყავს გავსწორდა დრო მინდა გავანაწილოთ სწორად ამიტომ ეს არის ამის ამ ყოველდღიურ საკითხზე მოვასწრო კითხვის დასმა ამიტომ ახლა კიდევ ერთი და ამჯერად აქციაზე დაკავებული პირების საქმეები და პირველ რიგში აი საბას ხვიტალიძის საქმე რომელსაც გუშინ გახდა ცნობილი რომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდება გადაუკვალიფიცირა პოლიციელზე თავდასხმის მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებით შეიცვალა პროკურორი ამბობს რომ იხელმძღვანელის მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტით და იმით რომ ბრალდებულს შესაძლოა მართლაც არ ქონოდა ინფორმაცია იყო თუ არა პოლიციელი პირი რომელსაც ასე ვთქვათ დაზიანება მიაყენა. აი ბრალის გადაკვალიფიცირება ხა თავის მხრივ ნამდვილად კარგი ამბავია, თუმცა მაინც რამდენად გჯერად პროკურატურის განმარტების და როგორ ფიქრობთ რატომ ჩაითვალა რომ საბას ხვიტალიძესთან ბრალთან მიმართებაში უნდა მომხდარიყო იმ გადაწყვეტილების მიღება რაც გუშინ მოვისმინეთ. ზოგადად კარგი ამბავი არის ეს პირადად ბატონის საბასთვის და მისი ოჯახისთვის. ყველა ეს საქმე არის ფაქტობრივად ეს ყველა საქმე ხა რეალურად რო შეყვე უმრავლესობა ყველა საქმე დაინგრევა. ფაქტობრივად არ არსებობს არანაირი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რასაც ბრალი ეფუძნება. ის ბრალი, რომელიც პროკურატურა ამ ადამიანებს ედავება. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ეს ახალხი არიან ტყვეები, რეჟიმის ტყვეები არიან პირდაპირ მნიშვნელობით და ბევრი მათგანი გარდა იმისა, რომ არ არსებობს მათ წინააღმდეგ მტკიცებულებათა ისეთი მყარი ერთობლიობა, რომელიც გონებულებს მიღმა, თქვათ, ობიექტურ რეალობას შექმნიდა თითქოს ჭალებში ამ ადამიანებს რამე კონდეს ჩადენილი. პლუს ამას, გარდა ამისა, ეს ადამიანები გახდნენ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები. პირდაპირ მნიშვნელობით და ეხა ინფორმაციები გამოდის, რომ ეხა მე ვიცი რა არის გლდანის სიცხე, ესა ზაფხულში გლდანის ციხე. ვარ ნამყოფი და საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. განსაკუთრებით იმ მხარეს, სადაც მზე ადგება. ეს არის ჩათვალეთ აი ქვაბში რომ მოიხარშო დაახლოებით აი ესეთი აუტანელი პირობები არის. და ამ ადამიანებს ბევრ ადამიანს ჰქონდა ეს ინფორმაცია, რომ არ აძლევენ ელემენტარულად, თქვათ, გაგრილების საშუალებას, რაც ხელმისაწვდომია, რაც ვენტილატორები, რაც იყიდება მაგალითად. შემსუბუქება რას შეიძლება ნიშნავდეს? აი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. თუნდაც ეს იყოს საარჩევნო პერიოდზე გათვლილი. რამდენად შეიძლება გქონდეს მოლოდინი, რომ აი სწორედ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე არჩევნების წინა პერიოდში ქართულმა ოცნებამ შესაძლოა რაღაც ახალი გადაწყვეტილებები მიიღოს იმ პირებთან მიმართებაში, რომელთა დაპატიმრებაც პოლიტიკურად მე ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ამ ადამიანმა უკვე 120 დღიდან 6 თვემდე არის, ხო? ითქვათ ის რასაც. ხო, 1 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს, თუმცა 6 თვე უკვე ეს ადამიანების ხედან უკვე საპატიმროში გატარება. მე ვერ გეტყვით რამ შემსახურება მაგალითად ბატონი პრეზიდენტის რიტორიკა, როდესაც ის ჯდება ხოლმე ეთერში სასაუბროდ. მე ვერ გეტყვით პროკურატურის გადაწყვეტილება რის გამო არის შეცვლილი. მე შემიძლია ზოგადად თქვა, რომ პროკურატურას რაც არ უნდა თქვას, ამ ადამიანების წინააღმდეგ არ არსებობს ესეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საფუძველი იქნებოდა ამ ადამიანების თუნდაც პატიმრობის, არათუ მერე თქვათ მჟავრის დადების.
ვერ გეტყვით რა ლოგიკა აქვს ამ შემთხვევაში პროკურატურას, რას აკეთებენ, ვისთვის აკეთებენ, ვის აწონებენ თავს, ან თქვათ ობიექტურობანას თამაშობენ თუ არ თამაშობენ, იმიტომ რომ ამას მე ვერ გეტყვით თქვენ, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ თქვათ ბატონი საბას მიმართ ეს შეიცვალა მიმდინარე სიტუაციაში ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის. თვითონ ამ ადამიანისთვის. ბატონ ლევან, რამდენიმე წუთი დაგვრჩა და ბოლო კითხვა უკვე თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში მინდა დაგისვათ, როგორ მიდის პარტიის სამზადისი, ეს გითხარით და აქვე უშუალოდ თბილისის მერის არჩევნებზეც ხომ არ შეჯერდით, ასე ვთქვათ, ლელოსთან ვის წარადგენთ დედაქალაქის მერობის კანდიდატად, სადაც დიდი ალბათობით და როგორც ამბობენ, კონკურენტად დაგხვდებათ ქართული ოცნების მხრიდან ისევ და ისევ კახა კალაძე. აი რა შანსი შეიძლება გქონდეთ კახა კალაძესთან? კახა კალაძეს თუ რამე ზიანი მიადგება ქართულ ოცნებას, ისევ საკუთარ თავს გაუკეთებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთობლივი კანდიდატის შემთხვევაში, თუ ის ნაციონალური მოძრაობის, თქვათ, ეს ჯგუფები მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, 100%-ით კახა კალაძე არჩევნებს ვერ მოიგებდა. მას შემდეგ, რაც ჩემდა გასაკვირად ამ ადამიანებმა ასეთ დროს ძალიან უცნაურად თქვეს და რაღაცა გავიდნენ ბოიკოტში, ეს რა თქმა უნდა კითხვის ნიშნებს შეიცავს, როდესაც გარანტირებულად იცი, რომ არანაირი შანსი არ აქვს ქართულ ოცნებას მერს კანდიდატს გაიმარჯვოს ქალაქში და ფაქტობრივად 90% მაჟორიტარების აი ამ გარანტიებს რატომ ხედავთ? ბევრისთვის ეს არის უცნაური, მათ შორის არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის. ქართული პოლიტიკოსებისთვის შეიძლება იყოს უცნაური, მაგრამ ჩემთვის არ არის უცნაური, იმიტომ რომ სუპერ გაყალბებაში 70-80,000 ხმით წააგეს დაახლოებით. შეიძლება რაღაცა ციფრი ოდნავ მეშლებოდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 50,000, 60,000-ზე მეტი ხმით წააგო ქართულმა ოცნებმა, რა ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო, გარდა იმ შემთხვევისა, რომ უბრალოდ ისეთი ძალადობა გამოეყენებია და თავზე დაემხოთ ხელისუფლება პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ ასეთი მასშტაბის გაყალბება ფაქტობრივად ჩემი აზრით შეუძლებელი იქნებოდა. ეს არის ჩემი რწმენა, იმიტომ რომ ჩვენ გვინახავს კიდევ ჩემი გამოცდილებით გეუბნებით. 1 ოქტომბერი არანაკლები იყო. იქ კიდე შეიძლება უნდა ითქვას, რომ გაცილებით უფრო მეტი სისასტიკე იყო, იმიტომ რომ ღიად იყვნენ ჩართულები, სპეცრაზმი იყო პირდაპირ, აი უბნებზე შეყავდა ნაციონალურ მოძრაობას სპეცრაზმი. აი პირდაპირ მნიშვნელობით უბნებზე შეყავდა სპეცრაზმი. ამიტომ იმ მოცემულობაშიც კი და იმ გაყალბების მასშტაბშიც კი, რაც ქართულმა ოცნებამ 24 წელს გააკეთა, ეს იყო პიკი იყო ეს. ანუ აქამდე ეს მას ამ ხელა მასშტაბით არასდროს არ გაუკეთა, არ დაჭირვებია, იმიტომ რომ როცა ეს ჩვენ გამო გააკეთა, იმიტომ რომ ჩვენ გამოვაცალეთ მას ელექტორალური საყრდენი. ჩვენ პარტია გახარია საქართველოს ახლა აღარ ჭირდება გაყალბება თუ რატომ აღარ მოიქცევა იგივენ აი არა მე არ ვამბობ ამ ერთობლიობის შემთხვევაში გარანტირებულად წაგებული ქონდა კალაძეს ახლა რა თქმა უნდა ჩვენ მოგვიწევს უფრო მეტი ძალისხმევა იმისთვის რომ ადამიანები დავარწმუნოთ იმიტომ რომ ხა აქეთ ამ მხარე აქტიურ პროპაგანდას უწევს რომ ადამიანები არჩევნებზე არ მივიდნენ ოპოზიციურად განწყობილი რა თქმა უნდა ეს პროცესებს ხელს უშლის მაგრამ ჩვენ თუ დავარწმუნებთ ქართული ოცნების ამომრჩეველს რომ ქართულ ოცნებას ხმა აღარ მიცეს მაშინ რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას სერიოზული პრობლემები ექნება არა მარტო თბილისში არამედ ყველგან მადლობა იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი ლევან გოგიჩაიშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს დაგემშვიდობებით